ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ-მკვლელობის ორგანიზების სისხლის სამართლის საქმე გახსნილია. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ძმებმა გურამ და დავით კაკულიევმა ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდის გია კვარაცხელიაზე შურისძიებისა და კრიმინალურ სამყაროში მათი ავტორიტეტის გამყარების მიზნით ამ უკანასკნელის შვილის ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობა განიზრახეს. კაკულიევმა ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობის განზრახვა მათ მეგობარს ბესარიონ ჟვანიას გაანდეს და შეთანხმდნენ მოეხდინათ ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზება. ბესარიონ ჟვანიამ დაიწყო დანაშაულის ამსრულებლის მოძიება, რა მიზნითაც იგი მის ნაცნობებს ალეკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს დაუკავშირდა. შესთავაზა მათ ძმები კაკულიევის შეკვეთით მოეხდინათ კვარაცხელიას ჯგუფური მკვლელობა, რაზეც ისინი დათანხმდნენ. საქართველოს პროკურატურა ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით წარუდგენს, რაც სასჯელის სახით და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოს შეძენა, შენახვისა და ტარების ფაქტებზე მსჯავრდებულები არიან და სასჯელის სახით და ზომად შეფარდებული აქვთ 17 და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით. ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა ფიგურულ სიგურაობაში მილანი კორტინას ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე. ეს საქართველოსთვის პირველი ისტორიული მედალია. მეტელკინა ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ 75.46 მიასედი ქულით მეორე ადგილზე იყო. თავისუფალ პროგრამაში 146.29 მიასედი ქულა დაიმსახურეს. ორი პროგრამის ჯამში 221.75 მიასედი ქულა დააგროვეს და მეორე ადგილი დაიკავეს. პირველ ადგილზე იაპონური წყვილი გავიდა, მესამეზე კი გერმანიის წარმომადგენლები. ოლიმპიადაზე საქართველოს წარმომადგენელი ანასტასია გუბანოვა მოკლე და თავისუფალ პროგრამაში იასპარეზებს. ჩემი სული მოგიბარა, უღარ მკითხავ რატომ გედრები. საკეთებელი ყოველთვის ბევრია, ადამიანი თავის შესაძლებლობას ადვილად ვერ ამოწურავს, მაგრამ აი აქამდე მოსულ პერიოდში ცოტა რამე არ მიკეთებია, სიმართლე ვთქვა. სამსახურები გამოვიცვალე, ბევრი გარემოება გამოვიცვალე. სკოლიდან და სტუდენტობიდან უკვე ფაქტიურად აი სტუდენტობის პერიოდის დასრულებისთანავე ფაქტიურად უკვე სამსახურებს შევეჭიდე. პროფესიულად ხელოვნებისკენ წავედი დაახლოებით 2008 წელს ბატონ ომარ გველესიანთან ბერმუხაში. იქ დაიწყო ჩემი სასიმღერო კარიერა, სადაც დავყავი დაახლოებით 2 წელიწადი. 2 წელიწადის შემდეგ მოხდა ჩემი შერჩევა ანსამბლ იმერეთში, აი დღევანდელი ანსამბლის ზესტაფონი რაც არის ჩვენი ფოლკლორული ანსამბლი. 2010 წლის ბოლოს, ანუ 2011 წლის დასაწყისში, იავლისში უკვე მოხდა ჩემი გადასვლა ანსამბლ იმერეთში. და ჩემი მოღვაწეობა დაიწყო ოფიციალურად ფოლკლორულ სამყაროში აი ამ პერიოდში. და აი ფოლკლორი ცხოვრებაში ყოველთვის ახლო იყო ჩემთან, რადგან ჩემი ოჯახის წევრები მღეროდნენ, აქ ჩემ ოჯახს სასიმღერო კულტურის წარსული, ჩემი ბაბუები მღეროდნენ, დედა მღეროდა ჩემი და ანუ ასე შემდეგ სანათესაო შეკრება იყო თუ პროფესიული კუთხე იყო. ყოველთვის იყო ხოლმე ამის პრეცედენტი, რომ ანუ ჩემი პატარაობიდან ვსწავლობდი მე ამ სიმღერის და ხელოვნების მიმართ სიყვარულს და მასწავლიდა ოჯახი, ასე რომ ვთქვა, დედა მასწავლიდა განსაკუთრებით. დედა მყავდა მცხეთიდან, გარდაცვლილია ცხონებული და მცხეთის რაიონის სოფელია ბიწმენდი, სადაც არის დედის მხარე, ანუ იქეთა მხარეც მღეროდა და ჩემი მამის მხარეც მღეროდა და როცა შევიკრიბებოდით ხოლმე ერთმანეთთან, ერთი ანსამბლის ტოლფასი
შეკრება იმართებოდა ხოლმე ასე ოჯახურად, რო ვთქვათ. არის სიმღერები, სადაც პირველიც მიმღერია და ასე რო ვთქვათ, ამიწევია ეს ხმა. პირველი ხმა მიმღერია, მაგრამ ხშირად მიწევს მეორე ხმა, რომ მიმღერო და ბევრი სიმღერა უმრავლესობაში მაინც სოლო მეორე ხმით იწყება. და მელოდია მიყავს მეორე ხმას. დღემდე გახლავართ ჩვენი ანსამბლის მეორე ხმა, რომელიც საქმესაც ვაკეთებ დიდი სიამოვნებით და სიყვარულით, რა თქმა უნდა. ამასთანავე მოღვაწეობ რესტორან ქალაქურში, სადაც რა თქმა უნდა მუსიკალური კუთხით ვარ დაკავებული, ძალიან თბილი გარემოებაა და იქაც ანალოგიური სიყვარულით და პატივისცემით უძღვები ჩემს საქმიანობას. მაყურებლის მხრიდან პატივისცემა და მაყურებლის სიმრავლე ძალიან მნიშვნელოვანია ჩემს სფეროში და მე იმედი მაქვს, რომ მომავალში კიდევ მოიმატებს აუდიტორია, რადგანაც მომღერალი და ხელოვანი კომფორტულად თავს უფრო მეტად მაშინ გრძნობს, რაც უფრო ფართო აუდიტორია ყავს და რაც უფრო ფართო მასებს გააჩნია პატივისცემის შეგრძნება. ეს მომღერალია, მოცეკვავია თუ ასე შემდეგ. 23 წელს მოხდა ჩემი შერჩევა ზესტაფონის რაიონის საპატიო მოქალაქის წოდებაზე, რაც რა თქმა უნდა რომ უაღრესად დიდი სიხარული და ბედნიერი მომენტი იყო ჩემთვის. და დიდი ოვაციები გამოიწვია. მე გეტყვით რომ რაღაცეებზე იმოქმედა ამ წოდებამ და ტიტულმა სამომავლოდ ხალხთან ურთიერთობაში და ფართო მასებში გავრცელდა, ასე რომ ვთქვათ და რა ვიცი, დიდება უფალს მომავალში კიდევ მეტ წარმატებებს მივაღწევ ჩემი გათვლებით და უფლის წყალობით, რა თქმა უნდა, უფრო მეტ ადამიანს გავახარებ და უფრო მეტ ადამიანს მოუგვრის სახეზე ღიმილს, რაც ჩემი საზოგადოებრივი მოვალეობაა პირველ რიგში, ასე გეტყვი. ოჯახებული ვარ, მყავს 18 წლის გოგონა სოფო, სტუდენტია. 2025-ში დაამთავრა სკოლა, 2025-შივე გახდა სტუდენტი, რაც ძალიან სასიხარულოა და ჩემთვის კიდევ უფრო მეტად სასიხარულო ისაა, რომ ძალიან კარგად მღერის, მაგრამ პროფესიულად ახლა სიმღერისკენ ვერ მიდის, რადგანაც კარგი მოსწავლეა, კარგად სწავლობს და ჯერჯერობით სწავლის გარდა დრო არ რჩება არაფრისთვის ფაქტიურად. ძალიან ნიჭიერია და მახარებს ძალიან ეს ფაქტი. მყავს მამა, მყავს მეუღლე, დედა გარდაცვლილი მყავს. ეს არის ჩემი ოჯახური მდგომარეობა დღესდღეობით. რა თქმა უნდა, ხელოვნების კუთხეს მე ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მე თვითონ ხელოვანი ვარ, იმიტომ არ ვეტყოდი საზოგადოებას. მე საერთოდ ესე მოუწოდებდი, რომ ცოტა მეტი დრო უნდა დაუთმოს ეს ქალაქია, რაიონია, დიდი ქალაქია, სოფელია თუ რაცა. სულიერებას უნდა მივცეთ საშუალება, რომ ცოტათი დაგვაწყნაროს და დაგვამშვიდოს. უნდა ვიაროთ სპექტაკლებზე, უნდა ვიაროთ კონცერტებზე, უნდა ვცეთ ხელოვან ადამიანებს პატივი, რადგანაც იმათთვის უფრო ადვილი იქნება, ჩემი სფეროსთვის უფრო ადვილი იქნება საზოგადოებასთან ურთიერთობა, რომ უფრო მეტად გადმოვცეთ ის სიყვარული, რაც გულში გვაქვს და რაც გვინდა, რომ ხალხს ვაჩვენოთ და გადავცეთ, ჩემო ბატონო და აუცილებლად დიდი ჩართულობა უნდა იყოს მომავალი თაობის. აუცილებლად უნდა მომრავლდეს სკოლები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, ხელოვნებას რაც ეხება, ზოგადად რა თქმა უნდა, რომ უნდა გამრავლდეს ყველანაირი კუთხით, მაგრამ ხელოვნებას უნდა დაეთმოს ცოტათი მეტი დრო, რომ საზოგადოებაში სულიერება ამაღლდეს და რა თქმა უნდა მორალი კიდევ უფრო მეტად განვითარდეს. ამას ვეტყოდი საზოგადოებას, რომ ცოტა მეტი პატივისცემა გამოიჩინოს ხელოვნების წრის მიმართ. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ გადაწყვიტა გააჩეროს ახალი კომპონენტი, სრულიად ახალი. იცით თქვენ, რომ ჩვენ სტაჟირების მიმართულებით ისედაც ასუბსიდირებდით ადამიანების დასაქმებას სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა რეგიონებში. ახლა ცალკე გამოვიტანეთ მაღალმთიან რეგიონებში ადამიანების დასაქმების, საქართველოს მოქალაქეების დასაქმების კომპონენტი და დავუშვით რამდენიმე მნიშვნელოვანი შეღავათი. 3 თვის მანძილზე ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას 1100 ლარი გადაუხადოთ ადამიანს თუ კი იგი დასაქმდება მაღალმთიან რეგიონში დარეგისტრირებულ საწარმოში და ასეთი საკმაოდ ბევრია ქვეყანაში. მეორე
კომპონენტი არის ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანი 6 თვის მანძილზე დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო წარმოებას დამსაქმებელს, რომელიც დაასაქმებს მაღალმთიან რეგიონებში მაცხოვრებელ ადამიანს გადაუხდის 500 ლარს. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, მე ვფიქრობ, მაღალმთიანი რეგიონების განვითარებისთვის, იქ ხალხის დამაგრებისთვის ადგილზე, სამუშაო ადგილების გაჩენისთვის და წახალისებისთვის, მეწარმეობის წახალისებისთვის. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ახალი პროგრამა ითვალისწინებს მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის დასაქმებას, რომელიც გულისხმობს მაღალმთიან საწარმოში ხელფასის სუბსიდირებას. ჩვენ არაერთი შეხვედრა გავმართეთ რეგიონებში მოსახლეობასთან, მათ შორის მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობასთან და მათი პირველ რიგში მათი მოსაზრება იყო და მათი წუხილი იყო, რომ ადგილზე რას ვთავაზობთ მათ, რომ ადგილზე შევთავაზოთ დასაქმების შესაძლებლობა და ეს კომპონენტი ვფიქრობ, რომ შექმნის რეგიონში კიდევ უფრო მეტ დასაქმების ადგილს. პროგრამა ახალისებს დასაქმებულებს, რომ ისინი დარჩნენ ამ კონკრეტულ რეგიონებში, მაღალმთიან რეგიონებზე საუბარი, არ წავიდნენ იმ ეკონომიკურ ცენტრებში, სადაც ბიზნეს აქტივობა უფრო მაღალია და სადაც უფრო მეტი შანსი რომ დასაქმდნენ, დარჩნენ ადგილზე. ამ პროგრამის კიდე მესამე კომპონენტის არსებობა, რასაც ქვია პროფესიული გადამზადების, ასე ვთქვათ, შესაბამის პროგრამების არსებობა, აი ეს ერთიანად ქმნის ძალიან მნიშვნელოვან ეკოსისტემას იმისაც, რომ მაღალმთიან რეგიონებში იყოს ბიზნესი აქტიური და ასევე იყოს ის ადამიანები, დარჩენილი ადამიანები, რომლებიც აქამდე მიგრაციაში ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართული.